მოვიდნენ ძვირფასებო და ხო მე ვარ გოდეს უცებ წამალი მივეცი გეგას არ დასჭირდა სიცხე არ აქვს მადლობა ღმერთს მაგრამ გოდეს ეხა რენტგენის მინდა რომ წაგაკითხოთ აქ მუხა მომიტანა რაღაცები აი უყურეთ აი ეს წერია თუ ვინმე რამეში ერკვევით აგერ არის და ნახავთ ანალიზებიც მინდა გაჩვენოთ მოკლედ ანალიზებს მაინც გაჩვენებთ თქვენს დაიცა ეს არის ადასი ანალიზები ცივადე გოდე ადიალა მოგიტანო აი ეს არის გოდესი აგერ აწელია ჩანგლია გოდერცი და აქ გოდეს შარდის ანალიზიც არის დაგიღებ ხო მუხრანი მოვიდა და იმან შემიშალა ხელი აი აგერ ეს არის ხო მიყველი მოკლედ პიქსიმი დაუნიშნა ეხლა 5 მილი 12 საათში ერთხელ 5+2 დღე ის გახსნილი მაქვს აზიმაკი და არ ვიცი რა გავაკეთო ხალხო მოიტანე დედა აი თაფლი მიოლე თაფლი ეს რა არის არ ვიცი პიქსიმია 2 ლიტრი დღეს 15 ლარებში ყიდ და არ ვიცი Facebook-ზე ვნახე ბაია ნაჭყებია და აი ეს ჩემი პირადობა ეს რა არის ხო და მოკლედ ის აზიმაკი ბიმაქსი მოუწია პიქსიმი სხვა არის მაგრამ ეს ბიმაქსია აქ პიქსიმი უწერია მაგრამ ბიმაქსი უფრო ძლიერიაო თუ რა ვიცი მოკლედ და აი ეს მოიტანა მოგიტომ ეს იყო დაზღვეული ისა ინგალაციები და რაღაცები რაცაც ვასმევდი ის ჩვეულებრივ უნდა გავუგრძელო შენ რა გითხრეს დედიკო შენ მაჩვენე და მოვიძროთ ის სტიკერი არიტირე ხო არ ვიტირე შენი თაცვენე ხელი კი დედას მაგარი ბიჭი შენ უთხარი ნემსი გამიკეთეო კაი ხელი არ დაადო ისე იყოს გუშინაკ დღეს აქ ალბათ სუპერ ბიჭი ხარ დე ჩემი სუპერ ბიჭი მოდი რა გაკოჩო ვაში შემაგოცი მაგოცი დედოჩკი გემოა შემი თბილი ბიჭი დედასე მას უყურეთ ხალხო მოდი აი ესე ახალხო 6 დღეს არის მე-6 დღე თუ აი ესე არის ეს ბავშვი ეს ბუთხუზა ამას მეგონა რომ არაფერი არ მოერეოდა და აი დააგდო გრიპმა შე როგორ დაგაგდოდე ჩემი ბუთხუზა რო გავუშვი სიცხის დამწევი მიცემული მქონდა რა არის ეხა ესენი 2 საათი არ იქნებიან რაც გასულები არიან და ეხლა ისევ პარაცეტამოლი მივეცი 1 ტაბლეტი წარმოიდგინეთ ასე მალე უწევს სიცხე 2 საათი არ აქვს შუალედ მალე მანამდეც უნდა მიმეცა ანტიბიოტიკი იქნება ხა უკეთესად ყოფილიყო ბენეტი უთხარი მუხას კი ფაგიო მეუბნებით მაგრამ ბენეტს ვახმარდი ამათ სულ და ძალიან ადვილად გამოდიოდნენ ბავშვობაში ხო და ეხლაც ბენეტს მოვატანინებ შესაძლებელი როა ძალიან კაია მაგიც მოკლედ გავხსენი ეს მივცე გოდეს ვერ ვუყურებ ეს ოღონდ იმ ზომამდე უნდა ავსო ჯერ ეს გადადუღებული წყალია და თან ცივი უკვე
არ ვიცი ხა იმაზე მაგს რა ვუყო. აზე არ ვარ. აზე არ ვარ ხალხო. Всё, მგონი კარგად გაიხსნა. კი. ასე. 5-ის 25 წუთზე. 5-ის 25 წუთზე ტელეფონი ძლივს გამოვართვი, ადას ვეჩხუბე და ისე გამოვართვი. უცებ. უი! ფეხებზე ამომედო. შეგერგოზდე. ამან იყო რომ დამიჭირა. აი, ქაღალდი. ხატავს ვითომ, მერე ხო იატაკზე დაყრის. მერე მაკრატელს აიხებს. მაგით დაჭრის ყველაფერს. და ესე. აი ამას იქეთ სიცივის შევინახავ აქეთ ცხელა. მოხიანობაზე არ ვიცი უთხრა თუ არა. ცრება ეს ნასკი და ჯანდაბა. დავკიდე ისინი, აი მოუხსენი ქეთეული. ჯერსა და აკიდე უნდა მოხსნა იქეთ. აი, აქ გავავსე და გარეთაც გავავსე ოითოკი. ოღონდ აი შიგნით აივანზე. მოკლედ ესე ჩემო კარგებო, ვინც ნახავთ ამ ანალიზებს და რამე, მოკლედ თქვენ თუ რამე არ მოგეწონებათ, დამიწერეთ. თუ მოგეწონებათ და არაფერი პრობლემა აქვს, ეგეც დამიწერეთ. მოკლედ ეს გავიცი. ეს პიქსი მიყოვილი შემთხვევისთვის, ეხლა თუ გავგრძელაო სიცხეო, მაშინ მიეცითო ხვალიდან უუთქვია, ისევ თუ მისსაო, მაგრამ მე არ დავილოდე და მივეცი. 5-ის 25 წუთი უნდა დავინიშნო. ეს რა არის? ეს ცნობა უდინდელია. არ მახსოვს. გოდერძისი ყოფილა ეგეც. თერთმეტი ივნის თუ ივლის თავის დაბადების დღეზე? აх, დაბადების არის ჯანდაბა. 31-ში ყოფილა ეს გაკეთებული. კარგი, ესენი ქსერო ასლებია დაბადების მოწმობების, მერე იქ რო არ მომიწიოს ხოლმე. მერთო ეს მე მგონი ქსელოსლი არაა ჩვენი ქორწინების ისა მოწმობა. არა. ეს აქ ყოფილა. ეს ქსელოსლია აბა. ო. კაი. ანაირია ეს ის ჩვენებული კარგი იყო. რა ვიცი მე ის უფრო გამძლეა მე მგონი. მწვანე ფერის რო გქონდა. კარგი იყო, გამძლე იყო. აი ასე მიდევს ეგ და ჩანთით დავატარებ. ეს 12 საათში ერთხელ. ესე იგი
დღეში 2 ჯერ. ვუი, ღამე მომიწევს 5 საათზე მიცემ, რა სისულელე გავაკეთე. აი არა უშავს, მაინც ამძინავს იმ დრომდე. აი, სიტყვა ჩაიგე. ბუდელნიკს დავაყენებ და იგი იქნება, რა დავაკეთო. მომიტანე დე. ჩავასხათ ეხა თაფლით, გეგახმას არა უწიო დე. ერთი მომიტანე დედა. ერთი იქეთ საკუჭნაოში შევინახოთ. თხელია. ხმელთო. ბავშვებს გეფიცებით ხო ნახეთ? ესეთი თხელი თაფლი ჯერ არ შემხვედრია. არა და იმდენი იფიცაო მუხრანი. შედა ეს კუჟი. გარეცხილებში დევ სათხაც. იმდენი დაიფიცაო მუხამ რომ ეხა წინაზე რომ მქონდა ის ძალიან სქელი იყო. რომ კარგი არისო და არაფერი სიროფი და რამე, რასაც უშვებიან ხოლმე. კიდე მაქვს. გაჩენილებ დაიცად. ეს მინდებს ისეთ ადგილზე რომ აი ჯერ აქ სითბო არის და ეღურეთ. ასე როდის იყო თაფლი გადმოდიოდა? არ ვიცი ხალხ. მე არ მინახია ესეთი თხელი თაფლი. მომკალით. აი გეუბნებით არ მინახია და მომკალით. ის გემო კი აქვს და. რაცა ეგა, მაგრამ აი ასე თაფლი უცებრო გადმოდიოდეს, ეგეთი არ მინახია. აი ეს გაივსოს. ჩამოიწრიტება და გაავსებს მე მგონი. გინახიათ ესეთი თხელი თუ უბრალოდ მე მეჩვენება და არ არის თხელი. დამიწერეთ აბა კომენტარებში რა სიტყვით. თხელი მეჩვენება ხალხო, რა გავაკეთო მეჩვენება და გაზავებული რო არ იყოს სიროფში. რა ვიცი, თაფლი ძალიან სქელი უნდა იყოს წესით. ძალიან სქელი. აი ხო გახსოვთ კოზი ძლივს ვიღებდი. ეს ღია ის ჩემი მორჩენილი რომ მქონდა ის უფრო შავი იყო. კი არის სხვადასხვა მცენარეებისგან და ფერებიც მაგით განსხვავდება, მაგრამ არ ვიცი. მე თხელი მეჩვენება. როგორ ყველაფერს წუნს უნახავო მეტყვით. მაგრამ თან უცებ ვეთქმა ვიცი, ეგაა ჩემი სუსტი წერტილი და მინუსი ალბათ. ამას რო აკეთებსო, მაგრამ არა ბურთი. უყურე? ბურთი. რო აქვს ისო სუფთა არისო ამბობდნენ ხოლმე. აი ბურთიო, მაგრამ ნებისმიერი არის ზამზამ ბურთს. რასაც დაიჯერებ და გწამს, ის არის ყველასე სწორი, მე მგონი. იმიტომ რომ ბევრჯერ მომხდარა ისე, რომ რისიც გწამს და გჯერა ის ხდებაო. კარგი, ნამცხრისთვის გამომადგება. ბავშვებს მინდა უფრო მეტად ადას. ყოველ ღამე ერთი კოზი მივცე. ვიღაც ხალხს მოусმინე ვიდეო ვნახე და
იმას ეწერა, რომ კარგი არისო ერთი თვე ღამე რომ ისცეთ. ბავშვებს. და მე არ მომიწევს მე ღამის თევა. რომ ველოდები აქ. ამათ გადადგობას. მოკლედ პირდაპირ არ მინდოდა თქმა და თითქოს და იმად ვთქვი სასაცილოდ, მაგრამ ზოგი გაიგებს ალბათ. რატომ გადადგომას ველოდებ. ხო და ეგრე. 1 ლიტრი კიდე მაქვს ეგერ. წუხელ მივწერე. არ ვიცი საიდან მოდიოდა ის გოგო, მაგრამ წუხელ მივწერე მე თაფლზე. 25-შიო მოვდივარ უსენაკში, სადგურთან ვიქნები 4 საათამდე ესე ეწერა. პირველიდან 4 საათამდე იწერე, რომ ეს 1 ლიტრი მინდა მეთქი. 15 ლარად. საერთოდ 25 ლარი ღირს, სადაც ჩვენ ყიდულობდით, ანუ იმ მძღოლს მოქონდა აბელის ჩვენთვის ნაცნობიდან და იცოდა რომ სუფთა თაფლი იყო, 25 ლარად ყიდულობდით. ეს არის 15 ლარად, 2 ლიტრი 30 ლარი. თაფლის გემო აქვს უბრალოდ მეთხელა. და რა გავაკეთო?